ბევრი ადამიანი მწერს, როგორ ვაპატიო იმას, როგორ ვაპატიო დედამთის, მამამთილს, ასე შემდეგ. თქვენ არ უნდა აპატიოთ არავის. ერთადერთ ადამიანს, ვისაც უნდა აპატიოთ, ეს ხართ თქვენ. იმის გამო, რომ იყავით იქ, სადაც თქვენი ადგილი არ იყო. გაყევით იმას ცოლად, ვინც თქვენი არ იყო. აირჩიეთ ის მეგობრები, თქვენ მდგემოგებრებოდნენ. აპატიეთ საკუთარ თავს. აირჩიეთ თქვენი თავი. ნუ ეძებთ ერთი ურთიერთობიდან მეორეში ნუ გადადიხართ. ნუ გაქვთ სურვილი ვინმეს უყვარდეთ. ეს სურვილი გაქვთ, იმიტომ რომ არ გიყვართ საკუთარი თავი. ვერ ხედავთ საკუთარ თავს, ამიტომ გაჩერდით. დარჩით მარტო საკუთარ თავთან. მარტო ხელა დედები ხართ, არ გაგიმართლათ და უშუალოდ არ გაგიმართლათ რა, ეს არჩევანი თავადვე გააკეთეთ. აღარ მოგწოთ თქვენი ყოფილი მარტო დარჩით, ეძებთ სხვას, იქნებ იმასთან მაინც გამართლოს ყოფნამ. შვილი ამ დროს არ გამოდის მეორესთანაც, გადადიხართ მესამესთანაც, ამ დროს თქვენი შვილი ითელება, ამ დროს თქვენი შვილი იკარგება, აკლდება თქვენი უპირობო სიყვარული, იმიტომ რომ თქვენ სულ ძიებაში ხართ, გაჩერდით. თუ მარტო ხელა დედა ხართ, თქვენ შვილთან ერთად გაჩერდით. იპოვეთ საკუთარი თავი, ეს პატარა არსება დაგეხმარებათ. და მერე ის მოვა, ვინც თქვენი არის და აი ასე არ დახარჯავთ არასწორ მამაკაცებთან ენერგიას. მე შემეძლო 9 წლის განმავლობაში ყოფილიყავი ვისთანაც მომენდომებოდა, მომესურვებოდა, მაგრამ მე გაჩერება ავირჩიე. მე ავირჩიე ჩემი თავის შესწავლა, რომ შეცდომები არ დამეშვა, როგორ შევხედავდი ჩემ შვილს, როდესაც ვიღაცა მკოცნის და უცბად ის ჩემთვის უცხო ხდება. როდესაც დაინახავდა, რომ დედას ვიღაცა ეფერება და მერე მეორე დღეს დედა იმ ადამიანს არ ესაუბრება. როგორ ანუ ნიშნავს, რომ დედა მე მეფერება და შეიძლება მეორე დღეს მე აღარ მესაუბრებოდეს? ასეთი იქნება მისი აღქმა. ბავშვი საერთოდ დაიკარგება. ნუ გაუკეთებთ ამას, მე ვამაყობ იმით, რომ დანიელს არასდროს არ უნახავს ჩემ გვერდით არავინ. მამაკაცი, ავირჩიე მარტო ხელა დედობა და 9 წელი მყარად ვიდექი ამ გადაწყვეტილებაში. არ დავაზარელე ჩემი შვილი და ვამაყობ საკუთარ თავით. მოვა დრო და რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ტკივილი, გამოწვეული იმის გამო, რომ მარტო ყოფნის ტკივილი უფრო მნიშვნელოვანია თუ ის ტკივილი, რომელსაც არასწორ ადამიანთან ერთად ყოფნის დროს იგრძნობთ. ორივე ტკივილი არ ჯობია? ის ტკივილი თქვენ შულსაც დააზარალებს, ატკენს და ეს ტკივილი პირიქით გაგზრდით, მიგვახვედრებთ ვინ ხართ, გაგაჩუმებთ, მიგახვედრებთ თქვენ საკუთარ თავის ფას. ჩემ ირგვლივ ნათესავები ვხედავდი, როგორ ქმრები ლანძღავდნენ, ეხუმრებოდნენ, რა უბრალოდ მყავს და ცოლები იცინოდნენ, როგორ უნდა აკადროთ თქვენ საკუთარ თავს ასეთი რაღაცა, რომ ვიღაცამ თუნდაც ხუმრობით არარაობა, ქალღმერთი ხარ და ვიღაცა გეძახის არარაობას. ანუ შენ თვლი საკუთარ თავს არარაობას. იცოდეთ, როგორ პარტნიორთანაც ხართ, ნიშნავს იმას, როგორ უყურებთ თქვენ თავს, როგორ სიყვარულსაც თქვენი პარტნიორი, თქვენი ქმარი გაძლევთ, ნიშნავს როგორ სიყვარულს აძლევთ საკუთარ თავს. თუ ის თქვენი სარკე არის, თქვენი მეუღლე, თქვენი სარკე არის და რას ხედავთ, არაფრად გაგდებთ, ანუ არაფრად აგდებთ საკუთარ თავს. ჯობია გაეცალოთ, მარტო იყავით, რომ მიხვდეთ ვინ ხართ, რომ მიხვდეთ ქალღმერთი ხართ და მოიზიდოთ კარც ღმერთი და არა პაიკი, რომელიც თქვენ სინათლეს ბოლომდე წაიღებს, რომელიც გაგანადგურებთ. აი კაც ღმერთი მეფე კიდე უფრო აგიზგიზებს თქვენ სინათლეს, სასწაულებს მიგაღწევინებთ. და განახებთ თუ სინამდვილეში უფრო მეტად ვინ ხართ და რისთვის ხართ აქ მოსული. ამიტომ არავის არ მისცეთ უფლება, საკუთარ თავს არ მისცეთ უფლება, რომ ცხოველურ სიყვარულში, რომელიც ინსტინქტებზე არის, სიამოვნებაზე არის დაფუძნებული. არავის არ მისცეთ უფლება, არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ ამ სიამოვნებაში, ამ სიყვარულში იყოთ. ისწავლეთ უპირობო სიყვარული და თქვენი მეორე ნახევარი მოვა
შეგხვდებათ დაერდევნება ფეხებზე და დაგეხმარებათ აღასრულოთ ის მისია რისთვისაც ხარ მე გამიშვი და მე ვეტყვი ყველაფერს და მივარწმევიებ თავში დედა ჩემი გავშვით და მოვლის ისოდეგი თქვენ გვერდში არასწორ კაცს გავაგიჟი აი ესე და თქვენ რო შეიცვლებით კაცებით შეიცვლებიან პაიკები აღარ იქნებიან ქალებო თქვენგან იწყება ყველაფერი თქვენ მოდუნდით და ამიტომ კაცმა მისცა უფლება საკუთარ თავს იყოს მე უნდა წავიდე მე ვიკითხე გადაწყვეტილი სველი კი არა ქალურ საწყისებში მყოფი მამაკაც ყველა თითქმის ძირითად რაოდენობას ეს მამაკაცური ენერგია აქვს ჩახშობილი არის ქალურ საწყისში დაბნეული არის არასწორად მოკლედ ჰარმონიაში არ აქვს ქალურ და მამაკაცური ენერგიები და ამიტომ გტკენთ ანუ იმ ენერგიაში არის სადაც არ უნდა იყოს თავის თავს ტკენს და ეხლა თქვენ არ გატკენთ ამიტომ ნუ უკეთებთ ამ ყველაფერს საკუთარ თავს გაიხსენეთ ვინ ხართ ამაღლდით და კაცებიც თქვენთან ერთად ამაღლდებიან ვინც ვერ ამაღლდება ის თავის გზაზე წავა თქვენ კი მიიზიდავთ იმას ვინც თქვენია და რომც არ მიიზიდოთ გახდით სრულყოფილი საკუთარი თავით სიყვარული თავად გახდით არ გეწყინოს და უსიყვარულოდ წამითაც კი აღარ იგრძნობთ საკუთარ თავს. მიყვარხართ თქვენ. უპირობოდ მიყვარხართ.